თეირანში ისლამური რევოლუციური გვარდიის წევრებზე თავდასხმების შესახებ ცნობებმა კიდევ უფრო გააძლიერა განცდა, რომ რეჟიმი შიდა დონეზე კიდევ უფრო სახიფათო ფაზაში შევიდა, თვითგანადგურების ფაზაში. ამ პარასკევს 2026 წლის 17 აპრილს მთავარი საკითხი უკვე აღარ არის მხოლოდ გარე ომი. ეხლა ყველაზე მძიმეა ის შესაძლებლობა, რომ კრიზისი ირანის დედაქალაქის ქუჩებში გადავიდეს და თავად სისტემის დაცვის ბირთვსაც შეეხოს. როდესაც ჩნდება ნიშნები, რომ რეპრესიასთან დაკავშირებული ადამიანები თავად ხდებიან სამიზნე, ეს ძლიერი გზავნილია. შიში საზოგადოების ნაწილში მხარეს იცვლის და რეჟიმიც ამას ამჩნევს. რაც პრაქტიკაში ხდება, ეს არის დაღლილობის დაგროვება. ისლამური რევოლუციური გვარდია და ბაზიჯი, რომლებიც წლების განმავლობაში გამოიყენებოდა დასაკვირვებლად რეპრესიებისთვის და პროტესტების ჩასახშობად, ახლა თავად აღმოჩნდნენ არეულობის ცენტრში. ეს ინფორმაცია სააგენტო როიტერსმა დაადასტურა. როიტერსმა დაადასტურა, რომ თეირანში ბაზიჯის პოსტებზე თავდასხმები მოხდა სწორედ იმიტომ, რომ ისინი აღიქმებიან როგორც რეჟიმის შიდა კონტროლის ინსტრუმენტი. ასევე დადასტურდა მაღალი რანგის ფიგურების, მათ შორის გოლამრეზა სოლეიმანის, ბაზიჯის ხელმძღვანელის და მაჯიდ ქადემის, გვარდიის დაზვერვის ხელმძღვანელის გარდაცვალება, რომელიც ამ თვეში თეირანში დაიღუპა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რომ რეჟიმის დაცვა უკვე აღარ არის იგივე. ვინ არის ამ კრიზისის ცენტრში? ერთი მხრივ ირანის რეჟიმი. მას მხარს უჭერს ისლამური რევოლუციური გვარდია, ბაზიჯი და რეპრესიული აპარატი, რომელიც იანვრის პროტესტების შემდეგ კვლავ ძალით მოქმედებს. მეორე მხრივ, საზოგადოება, რომელიც დაღლილია ინფლაციით, უმუშევრობით, იზოლაციით, ომითა და რეპრესიით. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავრობას შიში აქვს, როგორც კი ომის ეკონომიკური შედეგები უფრო ნათლად გამოჩნდება, ქვეყანაში ახალი აფეთქება მოხდება. სწორედ სააგენტოს ტექსტი აღწერს მიმდინარე პერიოდს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საშიშს ირანის სისტემისთვის. დაპატიმრებებით, სიკვდილით, დასჯის აღსრულებით, ქუჩებში მობილიზაციით და თუნდაც სადარაჯო პოსტების გასაძლიერებლად მინიმალური ასაკის შემცირებით. სად არის ეს წნეხი ყველაზე ძლიერი? თეირანში, რეჟიმის პოლიტიკურ გუნში, მაგრამ ასევე მთელი ირანის ეკონომიკაში. ინტერნეტი გაითიშა პროტესტების დროს და დღემდე გათიშულია. სააგენტო როიტერსმა აჩვენა, რომ ეს ძლიერად შეეხო კომპანიებს, ვაჭრობასა და კომუნიკაციას. ამ კვირაში სააგენტო AP-მაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ ციფრული ბლოკადა გრძელდება და მოსახლეობა დამოკიდებულია რეჟიმის ოფიციალურ ვერსიაზე. როცა მთავრობა ინტერნეტს თიშავს, ქუჩებში სამხედროებს გამოჰყავს და დაკავებებს ზრდის, ეს მშვიდი ძალის ნიშანი არ არის, ეს შიშის ნიშანია. როგორ მივიდა რეჟიმი ამ მდგომარეობამდე? ომის, რეპრესიებისა და ეკონომიკური კოლაფსის ერთობლიობით. როიტერსმა მარტში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი კონფლიქტში უკვე დასუსტებული შევიდა და შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. სააგენტომ აღწერა უკვე დასუსტებული ეკონომიკა, რომელიც ახლა ომმა კიდევ უფრო დააზარალა, მაშინ როცა ხელისუფლება ცდილობს თავიდან აიცილოს შიდა აჯანყების ნებისმიერი ნაპერწკალი. ამავე დროს, შეერთებულმა შტატებმა კიდევ უფრო გაამკაცრა ზეწოლა ირანის საზღვაო და სავაჭრო საქმიანობაზე. როიტერსმა და AP-მ გაავრცელეს ინფორმაცია ირანის პორტების ბლოკადის შესახებ მოლაპარაკებების ჩავარდნის შემდეგ. და ამ პარასკევს დაახლოებით 40 ქვეყანა შეიკრიბა, რათა განეხილათ, როგორ აღადგინონ ნავიგაცია ჰორმუზის სრუტეში, როდესაც კონფლიქტი დასრულდება. ეს აჩვენებს ზიანის მასშტაბს. რატომ აქვს ასეთი პოლიტიკური მნიშვნელობა თავდასხმების დაწყებას ადამიანებზე, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ირანის რევოლუციურ გვარდიასთან? იმიტომ, რომ ისლამური რევოლუციური გვარდია მხოლოდ სამხედრო ძალა არ არის. ის არის ის სვეტი, რომელიც შიგნიდან ამაგრებს რეჟიმს. ეს სწორედ ისაა ბასიჯთან ერთად, რომელიც ეხმარება პროტესტების შეკავებაში, ლიდერების დაცვაში, უბნების კონტროლში და მოწინააღმდეგეების დაშინებაში. როდესაც ჩნდება ცნობები, რომ თვითონ ეს კაცებიც კი ხდებიან სამიზნეები, ნადირობენ მათზე ან ჩაუსაფრდებიან დედაქალაქში, სიმბოლური ზემოქმედება უზარმაზარია მიუხედავად იმისა, რომ ყველა ასეთი შემთხვევა დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის. რაც უკვე თვალსაჩინოა, ეს არის დაძაბულობის ატმოსფერო. ლიდერები მოკლეს, პოსტებზე თავდასხმები განხორციელდა, რეპრესიები გამკაცრდა და მთავრობა შიშობს ახალ არეულობას, როგორც კი ომი შესუსტდება. საბოლოოდ დასვნა პირდაპირია. ხელმძღვანელობამ დაკარგა მთავარი ფიგურა, ეკონომიკა კვლავ შეზღუდულია, ინტერნეტი კვლავ ცენზურას ექვემდებარება. მოსახლეობა კვლავ შეშინებულია. და თეირანი, რომელიც უნდა ყოფილიყო რეჟიმის აპარატის ყველაზე დაცული სივრცე, უკვე შიშის, თავდასხმებისა და დაუცველობის შესახებ გავრცელებული ცნობებით არის გარშემორტყმული. რაც ახლა ყალიბდება არის სისტემის სურათი, რომელიც გარედან ზეწოლის ქვეშაა, ხოლო შიგნიდან იხსნება.
და როდესაც რეპრესიების მექანიზმი თავად დედაქალაქში იწყებს ყევას, რეჟიმი ხვდება, რომ საფრთხე მხოლოდ საზღვრებზე აღარ არის. ის უკვე მის საკუთარ ქუჩებშია.